თქვენ დიდი ძალის ხმევა გაწიეთ, ხო, NMS მოდერნიზაციისთვისაც ახალი ხალხიც მიიყვანეთ, რომელიც ნაწილიც იქ დარჩა და თქვენ არ წამოგყვათ და ასე შემდეგ. არ ფიქრობთ დღევანდელი გადასახედიდან, რომ ეს ძალის ხმევა ამაოდ დახარჯული აღმოჩნდა და ჯობდა, რომ უფრო ადრე დაგეწყოთ საკუთარი პარტიის შენება ან საკუთარი გზის ძებნა? იცით რა, აქ ალბათ ორივე პასუხი გამოგვადგებოდა კიც და არაც. თუმცა რომელი უფრო გულწრფელია? გულწრფელი ვიყავი იმ პროცესში, ბჯეროდა რომ შესაძლებელი იყო რეკონსტრუქცია ამ პარტიის. ახლა არიან ადამიანები, ვისაც ჯერა რომ მიშას გარეშე ყველანი ვართ ნულები. არიან ასეთი ადამიანები. და გამოსაუბრობენ ეთერებში გამოდიან, ხო? თქვენ ამ დროს უკმაც დაკარგულ დროდ არ მიიჩნევთ? არასოდეს არ ვეთანხმებოდი. არასოდეს მეტიც შეურაცხყოფელი მეგონა. და დღესაც მგონია და ყოველს მეგონა. როცა ადამიანს შეუძლია გამოვიდეს ეთერში თქვა რომ ჩვენ არავინ არა ვართ და პარლამენტში გინდა მოხდე და დეპუტატობა გინდა და ხალხის ინტერესის ასახვა გინდა თითქოს და თქვა რომ ერთი ადამიანის გარეშე ჩვენ ვართ ნულები და არაფერი არა ვართ. ხო, მაგრამ თქვენ ხო ამ პარტიას და ამ ხალხში არიეთ ბევრი წელი. ხო და აი ამის სრულებას სურდა დამერწმუნებია ბევრი ადამიანი გუნდის შიგნითაც და ბევრს ვარწმუნებდით და დავწმუნდით როგორც ჩანს, ხო რამდენი თანამოაზრეა. ჩვენ რა, ეს არის შემთხვევა, როდესაც შეყავს ბევრი თანამოაზრე. არის ვითარება, როდესაც ყავს ბევრი თანამოაზრე, მაგრამ ვერ ყავს ბევრი თანამებრძოლი. დღეს ყავს თანამოაზრეც ბევრი და თანამებრძოლიც. ხო, თითქოს ტრივიალური პრობლემაა, მაგრამ ჩემთვის ფუნდამენტური პრობლემა იყო, როდესაც გინდა პულარისტული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება, განვითარება, დემოკრატიის გამყარება და ამ დროს ამბობ, რომ მეინსტრიმული პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ისეთი პარტია, სადაც სწორება უნდა ყოველდღურად ჰქონდეს ერთ ადამიანზე, რაც არ უნდა პატივს სცემდეს, ხო? ეს თავშივე არის წარმოუდგენელი და იყო და ამაზე ბევრი კამათი მგონია, ბევრი. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეხლა რელიგიური მიმდინარეობა ხომ არ არის, ეხლა მაპატიეთ, ხო? და ამ ყველაფრით სარგებლობდა ქართული ოცნება წლების განმავლობაში, ნასტასია, სარგებლობდა ერთი და იგივე სკეთებით. ჩვენ ვიღებდით ერთი და იგივე შედეგს. რა დროსაც ჩვენ ჯგუფი შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში მოვძლიერდით, ვისაც ქონდა განსხვავებული ხედვა, რომელიც პატივს სცემდა წარსულს, ანგარიშუწევდა რა თქმა უნდა სააკაშვილის, ასე ვთქვათ, პიროვნებასაც, ასე, მაგრამ მიუღებელი იყო, რომ ეს პარტია არის ერთი ადამიანის და თუ იტყვის ვინმე რომ მარცხნივ წახვიდე მარცხნაში, დავიწყეთ რა თქმა უნდა ჩემის აზრით ძალიან სასარგებლო და საინტერესო რეფორმების გატარება. პოლიტიკა პირველ რიგში რა არის? ახმა, ნასტასია. რაც არ უნდა ჭკვიანი იყო თქვენ, რაც არ უნდა განათლებული მე ვიყო, რაც არ უნდა კარგად საუბრობდეთ, რაც არ უნდა ბევრი წიგნი წაკითხული გქონდეს. პოლიტიკას, როდესაც საქმე ეხება, ეს არის პერცეფცია, ახმა, როგორ აღიქვამს ხალხი. ნაციონალურ მოძრაობას პერცეფციის დონეზე სამწუხაროდ ბევრი ადამიანი აღიქვამდა არა ისე, როგორც მე მინდოდა რომ აღიქვა. და შესაბამისად ეს იყო პრობლემა ბევრისთვის, გადაულახავი ხმას არ გაძებდა უბრალოდ გდანში, როდესაც მოვახერხე და გავიმარჯვე და სამწუხაროდ ერთადერთი ოლქი იყო, სადაც ოპოზიციამ მაჟორიტარული ოლქი მოვიგეთ პირველ ტურში, არ დაგიმალოთ. რასაც აი უკანასკნელი აი ბოლო 10 თვის განმავლობაში მე ვსაუბრობ, ველზე მუშაობისას იგივე ვსაუბრობდი. ეს იგივე ვისაუბრე ათასობით ადამიანს და შედეგიც მივიღეთ შესაბამისი. საჯაროდ მაშინ მე ჯერ არ საუბრობდი, მაგრამ ველზე ეს ვისაუბრე. ხდებოდა უამრავი ადამიანი, კი ბატონო, მაგრამ მეშინია თქვენი ადამიანი გეუბნები, ვარწმუნებდი რომ გეშინიათ. ამიტომ და ამიტომ. აღმოჩნდა რომ საშიშია. ამასად ხმა მოგცა. ესმით, ერთი ხუთიანი შემოხაზა, მაგრამ მეორე ვეღარ შემოხაზა. და ასეთი აღმოჩნდა, წარმოვიდგინეთ, 16%-ით მეტი. ეს არ არის ხო, როდესაც შენ წარმოვადგენ პარტიას გდანში, იყრი კენს ამ პარტიიდან ამავე დროს ხარ მაჟორიტარი, ხო? და პარტია აფიქსირებს 28% შედეგს, რაც მაღალი იყო მაშინ თბილისში ყველაზე, მაგრამ მაჟორიტარმა ამ პარტიის აიღო 44%. ანუ წარმოვიდგინეთ 16%-ით მეტი. ანუ ეს ის 16%-ია, რომელიც უბრალოდ ვერ ბედავდა, რომ პარტიისთვისაც მიეცა ხმა. იმიტომ რომ იქ ვანოს კუდი მოჩანდა, იქ ეზერაშვილის თავი მოჩანდა, იქ ადეიშვილის ლანდი, იმის აჩდილი და ვერ ვერეოდით აი ამ შესაძლებელი არის ნამდვილად არა მცდარი, არამედ რეალური საფრთხეების განეიტრალებას ამორჩელებთან მუშაობისას. და დღეს ყველა ის ადამიანი, რაც ხელისშემშელი ფაქტორი იყო ათასობით თბილისის ქუთაისის ზუგდიდელისთვის, მივიღეთ პარტიის
მესაკუთრეების სახით დამთავრებულია ხალხო. და ისევ NMS-ში გატარებულ წლებს რო დაუბრუნდეთ, ეს არის თქვენთვის დაკარგული დრო თუ ეს არის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეხა გაძლევთ საშუალებას, რომ უფრო მყარად დაიწყოთ თქვენ გზაზე სიარული. ისეთ ასევე რა თქმა უნდა დაკარგული როგორ იქნება, ბევრი რამ რაც გამეკეთებია წმენით შეცდომების დამშვია, მაგრამ განაზრებული შეცდომები არ დამშვია, გესმით? ანუ სულ ცდილობდით რომ მართალი ყოფილიყო. რითი განსხვავდება ხალხის გამის დატოვა პარტია, ეს ხდებიან. ყველაზე არ ეხება რა თქმა უნდა, იქ არის ჯერ კიდევ ძალიან ჩემთვის ნორმალური და ღირებული ადამიანები დარჩენილები და დაინახავენ მალე სად არის სიმართლე, ხო? ხდებიან და განგებ იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც აზიანებს პროცესს. შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ როცა კარგი გინდოს, როცა დაждდები, დასხდებით და განგებ მიიღებ გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა გააბუჭო, რაღაცა დაამტკიო, ვიღაცას გული ატკინო, ვიღაცას იმედი დაუკარგო, ამას სხვა სახელი ქვია. და ამ წლებმა ყოველთვის თავი დავანებოთ, მომცა გამოცდილება, მომცა შესაძლებლობა მქონდეს ნდობა ასობით თანამებრძოლის მიმართ. ამ პროცესმა ჩემთვის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კრისტალიზაციის პროცესს ვეძახი, დაწყრით აი ცით ყველაფერი. აი ბევრი ადამიანი, ვინც მეგონა სანდო ბრძოლაში, როცა შიშველი ხელით შენ ებრძვი ხო, რაღაც შენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს. შეგჭირდება დობის მაღალი ხარისხი და როცა მეგონა სანდო ადამიანი მოვიხედე და მომარჯვებული ქონდა ჩემი დასაკლავი დანა მაგალითად და ხანჯალი ხო. ამ პროცესმა მინიმუმ ის მომცა, რომ გავთავისუფდი არაგუწმელი ხალხისგან და დავრჩი ძვირფას ხალხთან ერთად, ვისთანაც ერთად შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ პარტიამ უფრო მეტი დაკარგა თქვენი ცალკე გამოსვლით, ვიდრე თქვენ დაკარგეთ, როცა ეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია და ღიარებული პარტია აღარ არის თქვენთან ასოცირებული. ამას მომავალი გვაჩვენებს, დარჩენ ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ ყველაფერი უნიშნელოა. მნიშვნელოვანია უბრალოდ რაც შეიძლება ბევრჯერ ეთერში ვისაუბროთ კონკრეტულ სახელი და გვარის თაობაზე. აი ეს არის მათი პოლიტიკა და ამის შეურაცხყოფას აყენებენ პირველ რიგში აყენებენ ჩრდილ შეურაცხყოფასაც, ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილსაც. აი გია ბარამიძე ცდილობ არ ვისაუბრო პერსონალურად, მაგრამ უბრალოდ შეფასებას ვაკეთებ, არ ეწყინებ ადამიანს. აი კომუნისტური რაღაცა პარტიის სხდომაზე მყოფი ადამიანი, შტაბეჭირება სტორის ადამიანი, რომელიც საუბრობს 10 სიტყვიდან 8 სიტყვას სხვა ადამიანზე. და იქვე აყოლებს, რომ ის რო არა, ჩვენ არაფერი არა ვართ. 2023 წელს გესმით, ანუ ჩემ მეზობელს, ანუ 18 წლის ბავშვს ასე უნება. მომისმინე შემოხედე, შენ მე არ მიცნობ, მაგრამ ეს არ არის, რომ მე მაინც არაფერი არა ვარ. აი ის არის თავარი. ესმით, ეს არის მათი პოლიტიკა.